ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, მიწვეული არ იყო ადგილობრივი მედია. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა, პროგრამების კრედიტების მოცულობის შესახებ ბრძანების პროექტი და პროგრამების ტრანსფორმირება, უნივერსიტეტების მიერ ანკეტა კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს. აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.